ავსტრიელი მოქალაქის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ფაქტობრივად გამოიტანა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ღია ბაზარზე, სადაც მას დამცველი არც სახელმწიფოს და არც კერძო პირების სახით არ ყავს. 92-95 წლის პარლამენტის მოწვევის ერთმა ჯგუფმა, რომელმაც მივიღეთ თავის დროზე საქართველოს და ვიმუშავეთ უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციის მიღებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გასცა პასუხი, საკმაოდ კვალიფიციური და აკადემიური პასუხი, მე ხელთან მაქვს ის ბროშურა, რომლის სათაურია დავიცვათ კონსტიტუცია გაყალბებისაგან და შესაბამისად, სადაც საკმაოდ არგუმენტირებულად ავსახეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველოს პარლამენტს აქვს შესაძლებლობა საქართველოს სრულფასოვანი მიწის კანონი მიიღოს. ამის გარდა მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არის საქართველოში საკმაოდ დიდი ინტელექტუალური, პოლიტიკური თუ პროფესიული ასე ვთქვათ პოტენციალი და საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა მიმართვა, სადაც ასახულია ჩვენი კონკრეტული წინადადებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ დღეს თუ იქნება ნება ქართული სახელმწიფოსი, თუ იქნება ნება პოლიტიკური ხელისუფლების, ნამდვილად არის შესაძლებლობა იმისა, რომ მივიღოთ ერთხელ და სამუდამოდ სრულფასოვანი კანონი, რომელიც ასახავს საქართველოს ინტერესებს და კანონი, რომელიც თავისი არსით არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ რეგულაციებს და არეგულირებს, არამედ შექმნის იმ პრეცედენტს, სადაც განსაზღვრული იქნება ქართული მიწის ის უმთავრესი კულტურული, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა მისია, რომელიცაც ასე ეფერებოდა და იცავდა ქართული საზოგადოება. ჩვენ გვინდა ახლა მოკლედ გითხრათ ამ კანონპროექტის ძირითად მომენტებთან დაკავშირებით, ბატონო მიხეილი. თავარი დასკვნა დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით პერიპეტიები ასრულებს ახლა ასეთი ფარდის როლს, როდესაც კანონ პროექტი მიწასთან დაკავშირებით თითქოს დაიფარა და მისი მნიშვნელობა და ეს უფრო მნიშვნელოვანია ხანგრძლივი პერიოდის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ქვეყანა არაფერი არ არის თუ არა მიწა, წყალი და ადამიანები. სამწუხაროდ ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან, ხოლო მიწას ამ კანონ პროექტის გადაწყვეტილებით ეძლევა უფლება იყიდოს ნებისმიერმა და ქვეყანა შეიძლება გაიყიდოს. აქ მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს ხაზი, ძალიან მაღალ რეესტრში აყვანილი, იმიტომ რომ გაყიდულ ქვეყანას უკან არავინ არ აბრუნებს, ხოლო წართმეულის დაბრუნება შეიძლება. დაპყრობილის დაბრუნების შანსი არსებობს, ხოლო გაყიდულის დაბრუნების შანსი არ არსებობს და სწორედ ამ შანსის საქართველოს შენარჩუნების შანსი დგება კითხვითი ნიშნის ქვეშ და ეს ხდება შემდეგნაირად. საქართველოს მიწასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი კანონმდებლობა და მიიღება ცალ-ცალკე კანონები მიწასთან დაკავშირებით პარტიული თუ ჯგუფური ინტერესების მიხედვით. და ეს გრძელდება უკვე მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. და ეს მიდის იქამდე, რომ აი ასეთი ნელ-ნელა ხდება მიწების გასხვისება და ბოლოს, როდესაც დამთავრდება მიწების გასხვისება, ისე როგორც მოხდა ეს ბევრ კოლონიურ ქვეყანაში, შემდეგ იქნება მიღებული კანონი მიწის მესაკუთრეთა დაცვის შესახებ, სადაც აღმოჩნდება, რომ ქართველები არიან უმიწოდ დარჩენილი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი უკვე მოხდა საქართველოში. რა საფრთხეებია ამ კანონში ჩადებული? ამ კანონში ყველაზე ნაკლები საფრთხე უცხოელებზე მიწის გაყიდვის საკითხი, ესეც შირმადაა გამოყენებული და მის უკან არის კიდევ უფრო დიდი საფრთხე. ისეთი ჩანაწერების სახით, როგორიცაა მაგალითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის შეუზღუდველად გაყიდვის შესახებ. ეს არის ისეთი უპრეცედენტო ჩანაწერი,
და ისეთი საფრთხის შემქმნელი, რომ იმ წუთას გინდა ეს ყველაფერი გადაიყვანო უკვე ფულში, რომ გახდეს რელიეფურად გასაგები. მაგალითად, თუ ამ გაგებით გადავიყვან და დღეს რაც მაქსიმალურად ღირს მიწა საქართველოში და გადავიყვანთ ოკუპირებულ ტერიტორიებს ფასში, გამოვა რომ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის 1.5 მილიარდი ლარის ტოლფასი საფასურის თვალსაზრისით. ეს გამოგივა ის რომ ასეთ შემთხვევაში შენ გეტყვიან მოდი მოვყიდე ეს მიწა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს თუ ყიდი მიწას და ვიზე ყიდი მნიშვნელობა არ აქვს მოდი ამას ჩვენ ვიყიდით შეიძლება ესეცაა მიზანი ჩემთვის გაუგებარია თუმცა ეს ეხება არა მარტო დაპყრობილ ტერიტორიებს არამედ დანარჩენს ხოლო რას წარმოადგენს 1.5 მილიარდი ლარი წარმოადგენისათვის რო ვიცოდეთ ეს არის დაახლოებით იმდენი რამდენიც ქართველმა მეანაბრებმა ერთი თვის განმავლობაში ლარის გაუფასურების შედეგად დაკარგეს ანუ მე იმის თქვა მინდა თუ ხელისუფლება უდგება მიწას როგორც ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას რომ ის გაყიდის მიწას და ამით რაიმე შეღავაც გაუკეთებს, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით და ხანგრძლივი პერიოდის თვალსაზრისით აბსურდია. მოკლევადიან პერიოდში კი შეიძლება ხელისუფლებამ გაიხანგრძლივოს 1 და 2 წლით თავისი არსებობა და ეს ამ ტენდენციას ადასტურებს ისიც, რომ ლარის კურსის გასამაგრებლად მთავარ პოლიტიკურ იარაღად გამოცხადებული იქნა პრივატიზება. ეს არის აბსურდი. იმიტომ რომ ეს გავს იმას კაზინოში რომ კაცი ფულს წააგებს და ფული რომ დილას მისატანი აქვს და ბინას გაყიდის და ბევრი სამინისტრო აცხადებს რომ გაყიდის იმ შენობას სადაც თვითონაა განთავსებული აი ასეთი აჟიოტაჟური პოლიტიკა რომელმაც რა უნდა ქნას მეორედ რას გაყიდი მიწასთან დაკავშირებით საფრთხეებს იმითაც არის გაპირობებული რომ ახალმა ხელისუფლებამ 2 წლის განმავლობაში როდესაც მას შექმნა სპეციალური კომისია ამ მიწის კანონმდებლობის მოწესრიგებლად ფაქტიურად არაფერი არ გააკეთა წარმოადგინა ეს კანონპროექტი თავისი ამ საფრთხეებით და შეიძლება რომელიმე დეტალზე თუ ინტერესი იქნება ვისაუბროთ თუმცა აქ თავარი არის ერთი საქართველოს თავარ დასაყრდენს როგორც ქვეყნის დასაყრდენს მიწას საფუძველი ეცლება და არის თუ არა ასეთი სოფლიო მაგალითები არსებობს უამრავი ასეთი მაგალითად ყველაზე გავრცელებული ასეთი ენციკლოპედიურია თქვენ შეგიძლიათ ჩახედოთ ბელგიის ისტორიას მოძებნოთ მეფე ლეოპოლდ I რომელმაც მთელი კონგო იყიდა არასამთავრობო ორგანიზაციებით და იყიდა 2 მილიონი კვადრატული კილომეტრი და შემდეგ მასზე შექმნა მისი საკუთარი სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეს კანონიც იძლევა საშუალებას, რომ ასეთი მიწები გაიყიდოს თავისუფლად და შეუფერხებლად. ჩვენ უკვე გვაქვს მაგალითები და აცხადებენ და ჩვენ აჭარაში ჩვენი მეგობრები, ქრისტიანებიც, მაჰმადიანი ქართველებიც ამბობენ, რომ გვიშველეთ ხალხო, არის რაღაცა გაურკვეველი თურქული წარმოშობის ორგანიზაციები, რომელიც თიან აჭარაში ყიდულობენ მიწებს და ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს ტენდენცია არ არის უწყინარი, ხოლო ასეთ დროს ჩვენ ან სირაქლემას პოზიციის გამო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ანუ სიბრიყვის გამო, ან არაკომპეტენტურობის გამო, ან ღალატის გამო, თუმცა ფაქტის რჩება ფაქტად, ქვეყანა იყიდება და ნიკო ლოსკიფანიძე, როდესაც ამბობდა ამის შესახებ იმ საუკუნის დასაწყისში, მაშინ ყველამ უნდა გავიხსენოთ, საქართველოს მაშინ გაიყიდა და რომ არა ისტორიულად უკუღმართი მოვლენა რევოლუცია ბოლშევიკური საქართველოს უმიწოდ იყო დარჩენილი და ქართველები უმიწოდ იყო დარჩენილი ის უბედურება ამ მიმართულებით სიკეთით შემოგიბრუნდა შენ ეხლა ეს მიწა მოცემული გაქვს შენ სახელმწიფოს და ეს სახელმწიფო აკეთებს იმას რაც მოხდა მაშინ და მაშინ მიწა როგორ მოხდა უცხოელების ხელში არაფერი თავადაზნაურობამ დააგირავა ბანკებში და ბანკებში შემდეგ ვერ გამოისყიდა მიწა და დარჩა მიწა სხვა ტომთა და სხვა ხელში, მათ შორის რუსეთის სახაზინო მიწები წარმოიშვა და სხვა ეროვნების წარმოადგენლებად იქცა მიწა და ქართველები დარჩენ უმიწოდ, გლეხები ისედაც უმიწოდ იყვნენ, იგივე სიტუაცია მეორდება. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გავზარდოთ ქართული მიწის ფასი, გავზარდოთ შესაძლებლობა დავიცვათ ის, დღეს საქართველოში უპატრონო დარჩენილ სოფლებში, სადაც
კაცი არ ცხოვრობს, მაგრამ არსებობს საფლავები, ეს საფლავები ექვემდებარება ამ კანონის მიხედვით აუქციონზე გაყიდვას და გადახვას. ამაზე მეტი გართულება ამ თემის არ შემიძლია და აი ეს რაიმენაირად უნდა მივიტანოთ. ჩვენ ამას შევებრძოლებით, სანამ შეგვეძლება. თუ შეიძლება გითხრათ, თქვენი ორგანიზაცია აპირებს თუ არა გადადგას კრედიტი ნაბიჯები მიმართოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს თქვენი კონკრეტული წინადადებებით და როგორ ფიქრობთ, რა თავდაცვითი მექანიზმი უნდა იყოს ჩადებული ამ კანონში, რომელსაც პარლამენტი რასაც თქვენ ეძახით ქმედით ნაბიჯებს, ეს ყველა გადადგულია, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს არის არაქმედითი უკვე. მივმართეთ პრეზიდენტს, პარლამენტს, იუსტიციის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს და რა ვიცი, ჩამონათვალთა რიგი არის ყდაზეც გამოტანილი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და რომ ვინმე არ გამოგჩენოდა საქართველოს საზოგადოებრიობას. არა ერთგზის, არაერთი გამოსვლის განხილვებზე მონაწილეობის შეთავაზებით და თავარი კიდევ ამას ისახლის, რომ კომისია თითქოს მუშაობდა ღიად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩაიკეტა ეს კომისია და გამოცხვა ის კანონი, სადაც ვერ პოულობთ, ვინ ჩაწერა კანონპროექტში ეს მუხლი. აი ადამიანი ხომ წარმოადგინა საბჭომ და ვკითხულობთ, ვინ ჩაწერა, იმიტომ ეს ადამიანები მისაგნებია, რატომ ალავენ ავტორს. საერთოდ ალბათ თქვენი დახმარებითაც და აი ეს როდესაც საუბარია ამ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებზე და ფინანსურ და ბანკებზე და არა საფინანსო ორგანიზაციები, ეს არის სავახშო ორგანიზაციები, მინდა გითხრათ. მას არ არეგულირებს, ეს არის მას რეგისტრაციას არეგულირებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. მასზე სხვანაირი რეგულაცია არ ხორციელდება. ეს არის მას შეუძლია ისესხოს სხვიგან ფული და გაასესხოს ფული. ანუ წმინდა სავახშო ორგანიზაცია. ამ სავახშო ორგანიზაციას არ შეიძლება კონდეს მიწა საკუთრებაში. მან შეიძლება გირაოთ აიღოს, ბანკმაც აიღოს და ასეთ შემთხვევაში ბანკს უნდა კონდეს ვადა, დაუშვათ თუ მიწის მფლობელმა ვერ დააბრუნა კრედიტი, რომ ერთი თვის განმავლობაში ან რაღაცა ვადა თვენახევრის განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში ეს მიწა გაყიდოს და მისი ფული აიღოს მან, ხოლო მიწა გაუშვას მიმოქცევაში და არა ისე რომ ბანკი გახდეს მიწათმფლობელი. და ეს არის ფეოდალიზმის რაღაცა ისეთი ფორმების აღდგენის სურვილი, როდესაც იურიდიულ პირს კიდევ მეორე მნიშვნელოვანი მომენტია იურიდიულ პირთან დაკავშირებით, მე ბატონ პაატას ეს აღნიშნოს, რომ იურიდიულ პირზე მიყიდვა ამ წუთას მნიშვნელობა არ აქვს, ეს უცხოელია თუ ქართველი, ეს უცხოელი აქ არის თვალზე ლიბრის აფარება, ხელის აფარება. იურიდიულ პირს მიუხედავად იმისა, იქნება ის თუ არა სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებული, მაინც აქვს მიწების ყიდვის უფლება. ანუ იქნება სადღაც, რა ვიცი, თოჯინების ქარხანა, რომელსაც შეიძლება კონდეს სასოფლო სამეურნეო მიწა, ანუ იქნება გახდება ფეოდალი. ან იქნება რომელიღაცა საყასბო, რომელსაც ექნება მიწები აღებული. ასეთი ფეოდალიზმის ფორმაც კი არ არსებულა. და ეს კიდევ ვიმეორებ, ეს იმდენად არ ჯდება არც თეორიაში, რომ შეუძლებელია მისი მართვა და ამ წუთას ვიცით, რომ ეს უბედურებაა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველა უბედურებაზე უბედურება იქნება, მაგრამ კონკრეტულად არ იცნობს ასეთ გადაწყვეტილებას და კანონმდებლობას სოფლიო პრაქტიკა არ იცნობს. ამიტომ მისგან მოსალოდნელი უბედურება ძალიან ძნელია თქვა რა იქნება და რატოა ეს ასეთი განწყობა და რატო არ იღებს სრულფასოვან კანონს, ეხლა კიდევ ერთ ციფრს ვიტყვი, მნიშვნელოვანია, მაგალითად დღეს ვისაც აქვს აი პრივატიზების შედეგად მიწები რაც დაურიგდა მოსახლეობას, მათ 70%-ს ეს მიწები გატარებული რეესში არ აქვს. ჰიპოთეტურად რო წარმოვიდგინოთ, რომ სოფელში